Agazil დაიხარეთ დიდი სიყვარულით. მერტმა შექმნა არაისაგან მომიყვანა არაყოფიერი და ყოფიერში გაგვაჩინა მოგცა ყველაფერი რაც ჩვენთვის არის საჭირო და ჩვენ ცოტა უფრო მეტად უნდა დავატანოთ ჩვენ თავს ზალა. მართვის მერე განსაკუთრებით სულ მეუბნებ მრევლს რომ მართვის მერე არ მოდუნდეთ უფრო მეტად იოლად არ მოდის მადლი არადროს. არც მარხვაში და განსაკუთრებით მართვის შემდეგაც იოლად არ მოდის. პირიქით ზოლები უფრო იცის ამიტომ მართვის მერე მოდუნება პირიქით უფრო ადამიანს რისკ ფაქტორს უჩენს იმისა რომ მოდუნებული უფრო ადვილად ჩავარდეს სოფელში, მაგრამ მადლი მჩოვლია რა თქმა უნდა ორმაგი მადლის მოდის მართვის მერე და უფრო ადვილად წამოდგება ხოლმე ადამიანი, მაგრამ რატო? ჯობია რომ უფრო ფორმაში იყო და თუ წაიბორძიკე არ დაეცემა ის და გააგრძელა გზა. და დაასრულია თქო და არავინ არაფერსგან არ ვარ, მაგრამ მაინც უნდა გავაფრთხილოთ ერთმანეთი, შევეხილოთ ერთმანეთს, თავს მეტი ძალა დავატანოთ. იოლად რა თქმა უნდა ვიცით არაფერი არ მოდის ამ ცხოვრებაში, მით უმეტეს ჩვენს ამ ძიმე ვიწიერ ოსაცება რეალობაში, მაგრამ სიხარულით შეიძლება თუ იოლად ვერ აკეთებ, რასაც აკეთებ სიხარულით მაინც გააკეთო, ხო, რასაც აკეთებ სიხარულით ჩაურდე, ადამიანს შეხვდი, დაატანე შენთან ზალა რომ სიხარული აღიძრას მის დანახვაზე. მოგწონს არ მოგწონს არ აღწევს. იცნობ არ იცნობ რაღაცა სიხარული აღძარი შენში. ძნელ საქმეს აკეთებ, ვერც მადლობა შეძლებ და სიხარულით გააკეთე. ეცადე რომ სიხარული არ გამოჩნდეს. ეს ცნობა ადვილად გავაკეთებინებს ყველაფერს და ადამიანთანაც ადვილად ურთიერთობის საშუალებას მოგცემს, შეგარიგებს, ცუდს აგარიდებს, ძალით არავინ არაფერს არ დაგიშავებს. შენ იარე ქრისტეს გზით და არავინ არაფერს არ დაგიშავებს. შენ კეთილგანწყობილი ყველა შეიძლება არ გიყვარდეს, დაუშვათ ხო არ ირეოდე და არ გიждდებოდა ყველაზე, მაგრამ ზოგადად კეთილგანწყობილი ხო შეიძლება იყოს ყველასთან კეთილგანწყობილი. და ზოგი უფრო მეტად გიყვარს, ზოგი ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ყველა ახლა ერთად მიყვარდეს, ესე ცოტა ძნელია. ჯერ კონკრეტული ადამიანის სიყვარული ისწავლე, მერე უფრო განავრცე რაოდენობა და ასე შემდეგ. ეს დიდი თემა. ამიტომ უშრომელად ესეც არ გამოვა, ხო? ამიტომ შრომა ამ მიწიან ცხოვრებაში დროებითია, მაგრამ ჯილდო რომელია? მარადიულია ჯილდო, ხო? შრომას დროებით აქ იშრომებ, უნდა იცოდე, მაგრამ მერე მარადიული ჯილდო გელის. ესეც უნდა ვიცი. ადამიანის სული ამ ქვეყნად სადავართ ამ ძიმე ცხოვრებაში. სულ ამასოფლის დინებაში ვართ, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ კი არ არის, ზურგის გარე კი არ არის, აფრაზე რომ წინ მიყავხარ ესე და შენ მარტო საჭეს მარტო არა, საწინააღმდეგოდ მოდის ეს ჩვენი ცხოვრება გადატანაზე ყველა დღე, იცით ეს ყველაფერი მეტნაკლებად, ხო? პირიქით, ზურგის გარე კი არ არის, პირიქით, სულ ეს საწინააღმდეგო დინება მოდის სულ ამაში. თუ ამ საწინააღმდეგო დინების პარალელურად ჩვენ ცოტა არ დაინძერი და ასე თქვა ძალისხმევა არ გამოიჩინე, არ ეკითხე ლოცვები, არ მარხულე, არ ეზიარე, თავს არ გადააბიჯე შენს ეგოიზმს, ესე თქვა თუნდაც ხო შენს ახლა მეს კი არ შენს ეგოცენტრიზმს არ გადააბიჯე. ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, ის აუცილებლად წაგიღებს. არ გაგაჩერდეს ახლა, წაგიღებს აუცილებლად. ამიტომ სულიერ ცხოვრებაში ერთ ადგილზე დგომა სიმბოლურად ეს უკუსლის ტოლია. მაგრამ გზის გასაგრძელებლად დაუნდექნა სულ დინების საწინააღმდეგოდ უნდა ეცადო. ამა სოფლის წამლეკავი დინების საწინააღმდეგოდ იაროწი და ცოდებში თუ ჩავარდები და მოინანიო. ხა ცოდვა თავს თუ მოვიტყუებთ ყოველთვის ვიცით რომ ვაკეთებთ ცოდვას. ბავშვმა როცა შეიძლება იცის ბავშვმაც და მოზიდვაც ცუდად იქცევა, როცა ცუდად იქცევა. ტკბილია იმ მომენტში და იმ დროს და ხა მაინც თავსაზე არ აუშავს, ეხლა არაფერი მერე მომინანიებ, ეხლა არ აუშავს და მოიცადა მერე ისა და აი ცოტა ტკბილია იმ მომენტში იმ დროში იმაშუები თავს იტყვევ და აკეთებ ამ ცოდვას, მაგრამ ის გავიწყდება რომ ნაყოფი ცოდვის მწარია, ხო, მწარია, მაგრამ ცოტა ხანსა თან ეს სიტყვება ცოტა ძალიან ცოტა ხანია. ცოტა ხანი არის ტკბილი, სიამოვნებს დაკარგია ბავშვმაროებს ეს ეყონდე ხა რაღაცა შეჩამოს, რაღაცა კიდაერთოს, რაღაცა აიღოს და მერე რაც იქნება არენავნებ. ასე ადამიანიც ხო ბავშვი არის ადამიანში, სულ ყველა ადამიანში ბავშვი არის, ძებს. ტკბილი არის იმ დროს და მერე ის ავისდება რომ მისგან გამოსვლა როგორია. შესვლა კარგიაო, სადმე, მაგრამ როგორ გამოხვალ იმაზე იფიქრებ და გამოხვალ თუ არა. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ შედიხარ კარგია, მაგრამ გამოხვალ იქიდან როგორი გამოხვალ მე ყოველთვის უნდა იცოდე რომ სადაც შესასვლელია იქვე გამოსასვლელიც. ორბიტაზე რომ გადიხარ ცოდვის, დაბრუნდები უკან, თუ დაბრუნდები კიდე კარგია და როგორი დაბრუნდები და არ დაბრუნდები თუ არა, ესეც კიდე საკითხავია. ამიტომ ცოდვა ტკბილია, მაგრამ წარია მისი ნაყოფი. ცოტა ხანს არის ტკბილი და
არ არსებობს პატარა და დიდი ცოდვა, მეტაფიზიკურად პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა ცოდვა მეტაკლებად დიდია. იმიტომ რომ ის პატარ-პატარა ცოტა ემატება პატარა ჩვენთვის ცირევნება მოაქვს გონია, არაფერი გონია, ვიდრე ცოტას პატარა მიემატება. მე კიდევ შეუმჩნეველი მის გამოსწორებაზე აღზრუნავთ კიდევ, იმიტომ მე უცებ დაინახე რომ მუდამ თვალწინ თურმე რამხელა გროვა დაგროვება ამ პატარა ცოდვების. და მე ვფიქრობ რომ რა ვქნა როგორ მოიქცე ხა და მე უკვე ძნელი ხდება ცოტა. არა უშავს, ამასაც თვის მაგნით მოევლება თუ კი მოვინდობთ და ამ ერთ გუდას ცოდვებს გადახვრი და მოვიშორებთ და შემსუბუქდით. არ უნდა გაიჩეროთ. პატარა კენჭი ხამასინად ვიზავთ, პატარა კენჭი ჩაგივარდება ფეხსაცმელში. ხო ვერ მოიგიშნის ნერვებს ვერივი, ხო? დაგამტროს ფეხებს, არც უნდა ვერაფერს ვერ გააკეთებ. სულ პატარა კენჭიც კი რომ ჩაგივარდება, სანამ არ გაიხდით ეს და არ გამოაგდო, მას ვერივი, ვერც მოისვენებ, ვერც იაზრუნებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს იგივეა რომ რაღაც სიმძიმე რომ დაგატო კისერზე და მოდი ახლა რაღაცა მაღალ მატერიებზე ვიმშობ. ვერ იცნობ მას. უნდა მოიჩირო, განთავისუფლდეს ყველაფერი, ეს ნეგატივი, ეს ხელის შემშელი მოიშორო. ადამიანის სული აფაგნავ ესე თვის ხატად არის შექმნილი. თუ ჩვენ ზალებს კეთილს საქმეებსაც დაუთავ, ჩვენ ზალებს კეთილ საქმეებისთვის გამოვიყენებთ და მოვიხმართ, აუცილებლად ცუდი კარგი გახდება და არ მივიდრიგებთ ცუდისკენ. მსგავსად იმისა, რომ როდესაც დინარაში ცურავთ, ამ დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ და დინებას უკან არ მივხავართ და უწევთ წინააღმდეგობას. შევზღუდოთ ჩვენი მარხვაში. სულიერი მარხვა ყოველთვის ვიძახი, გრძელდება. მარხვა დამთავრდა, ხსნილის ქეშინა და თუ რა თქვა მია, ასე შეიძლება. მარხვა დამთავრდა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად მოვზღუდოთ სულიერი ორგანოები. ხედველობა, სმენა, ნოსვა, გემოვნება, შეხება, ქრისტეს მატს შეუშვით, ქრისტეს მატს შესწირეთ. მია, ასე ვთქვათ, როგორც ქრისტეს მადლის წინაშე დაგევი, შესწირა და ეს ყველაფერი განიწმინდება და გამჭვირვალე გახდება. აი ეს მინდა გისურვო. განსაკუთრებით სიტყვებს მოუთხილდეთ. კეთილი სიტყვა უთხრათ ერთმანეთს, მეზობელი იქნება, მეგობარი თუ არ ვიცი ვინ იქნება. კეთილი სიტყვა ხო შეგიძლია თქვა რა არის ამაში? რაღაცა კეთილი სიტყვა. უთხარი ადამიანს რაღაცა როგორ ახლა კეთილი სიტყვა ახლა უცხოს არ უნდა მივარდე და რაღაცა ვერ არის ფიქრობს ადეპა, მაგრამ რაღაცა ახლა ისე როცა შანსი გაქვს საშუალება კეთილი სიტყვა რაღაცა უთხარი კარგი აი რა კარგად გამოიყურები ან რაღაცა როგორ რაღაც უფრო ხო რაღაც კარგიერი გაქვს ცოტა სტიმული მიეცი წაახალისე თუ კი სახარების სიტყვებს გავიხსენებ სიტყვით ეშენი და განმარტდა და სიტყვით ეშენი და დაისაჯო მათეს მე-12 თავი ახლა გამახსენეთ და დუმილის კარგია მაგრამ ახლა დუმილი მოგეკითხება ადამიანი და პასუხს არც არ ვიფიქრებ ალბათ რაღაცა დაუშავე ამას რა უნდა რას ვერჩის რა არის ვიფიქრებ გაბუტულია თუ რა უნდა ხო რაღაცა სიფიქრებს ადამიანი რატო არ პასუხობს არაფერს რომელიც ესე ვთქვათ ადამიანი ამას აკავდა დუმილი სათნოება მაშინ როცა ახლა ასკეტი ხარ და სადღაც გასული ხარ და გასაგებია ახლა ვერში თუ ხარ და ხალხში ლოცვას თუ კითხულობთ გააჩერე ლოცვა გეკითხება შენი ძმა და გააჩერე უპასუხო და მერე გააგრძელე ლოცვა თორე არ შეიძლება ადამიანს რო ეძინებაო შენ ძმასო ხარშკენ და უთაქრო რომ გაიღვიძოს ხელი შეაშვირი ან მუხლებზე დაადებინე რომ იავნანას თუ არ უნდა ყოველში იძინოს გამოიძინოს და მერე თუ შეგიძლია რომ სიმბოლურად ახლა მას მაფიქერმა ყოველში როც შეხედავ ხო ის ხელი შეუწყო ადამიანს ანუ ერთმანეთის ქრისტიანობა რა არის ერთმანეთის ხელი შეწყობა ის შემზოგადად ის ხო ეს ერთმანეთის ხელი შეწყობა თანა განცდა თანა ტანჯვა თანა გზნობა თანა ასე ვთქვათ სიყვარულის რაღაცა კულტურული არ შეწუხება და ასე შემდეგ თორე დარჩენილი ყველაფერი გასაგებია ვინ მარხვა კარგია ლოცვა კარგი გასაგებია ვერავის ვერაფერს ვერ გააგო სიკეთის აზრით სიტყვით და საქმით თესვით თუ რამე კარგს გააკეთებ ძალიან კარგია და ღვთისთვის გააკეთე ყველაფერი მეტყველე ღვთისთვის ილაპარაკე დუმ კი ბატონო თუ მარგინა და მარგინა ულაპარაკო ღვთის სადიდებლად დუმდე მაშინ ხა თუ ძალიან ასკეტი ხარ რა ვიცი თუ ძალიან ისახარ სულიერი მაგრამ ცოტა ისეთენი რომ ადეკვატური იყოს ეს დუმილი სხვა და ესე არ დააფრთხო სხვა და არ გამოტულია და რაღაც ეს ძალიან სულიერი იერი არ მიქცევ რომ თქვენ ეს ვინ არის ვიღაცა ახალი გამოგვიშთა ვიღაც ახალი წმინდანი ну то თავში აგევარდება მერე და ამ პატრონების შევდა ну თავი დაიმგაბრე იოლად გავა ეს იოლად გავა ეს სიმძიმე ისედაც ძიმე ცხოვრებაა მოკლედ არ გაურთულოთ ერთმანეთს ცხოვრება იცით ახლა ახალ
ერთმანეთს შევწყვით ხელი, პირთიერთი ურთიერთობაზე იპირთეთო ნათქვამია, ესეთ აღასრულებს ჟული იგი ქრისტესიო თორე შენი პირთის ყველს გადაადე ზურგზე კიდე და ის ჟუსმინის და კიდე ზევიდან დაადე, არც არავის ზურგზე მოკიდება არ არის საჭირო. შენ თორ მიდიხარ ჟლივს, კიდე სხვა მოიკიდეს ზურგს და ორივე გადავარდეთ, მაგრამ ეს არავის არ ჭირდება. ყურდალო განიკურნე შენი თავი. ზოგი სხვისთვის ზრუნავს, სხვის განკურნება და სხვის შველას გასაგებია ხა კარგია და თანაც მაგრამ ჯერ შენი თავი განიკურნე. შენი თავი თუ არ გიყვარს, მოყვას როგორ შეიყვარე. თუ შენი თავი ვერ აგიტანია, სხვას როგორ აიტან. საკუთარი თავი თუ ბძულს, სხვას მოყვას როგორც საკუთარ თავს, რომელიც არ ვიცი ბძულს თუ რა შეგვიქ, როგორ შეიყვარე. ასეა, ხო, ამიტომ იოლად არაფერი არ მოდის კი იცით ახლა ეს ყველაფერი და ისურვებთ უფრო მეტად გამარჯვებული ყოფილიყავით ყველა დამარცხება კარგია, იმიტომ რომ გამარჯვება მოდის შემდეგ. ერთ-ერთ ფილოსოფოსი ამბობს, რომ გამარჯვება კი არ არის თავარი არის შედეგი, შენ რა გააზრი გამოგაქვს იმ დამარცხებიდან თუ გამარჯვებიდან. გამარჯვება არის დამარცხებიდან დამარცხებასკენ სიარული. დამარცხებიდან ისევ დამარცხებამდე ხა კლუბ დაიმშნები და დაიხდები, მაგრამ მე ერთ დიდ გამარჯვებამდე ესე ვთქვათ, ხო? დამარცხებიდან დამარცხებამდე გამარჯვებისკენ ესე თორე. აქაუდა დამარცხება და თქვათ მიზაზე გაიშოტო ახლა ცოდვისგან ეგეც არის. დაეცი ადექი, რამდენჯერო ეკითხება. ერთით უფრო მეტი ვიდრე დაეცი, რამდენჯერაც დაეცი, იმდენჯერ ადექი, კიდევ ერთი მეტი ადექი. n+1. n დამარცხებებს მათემატიკაში თქვა +1. ასე რომ მათემატიკაშიც კიდე ამახსენებთ. სწავლა და ფიზიკა და მოკლედ ლოცავთ ახლა. და მინდა რომ დიდი სიყვარულით გისურვოთ ხვალ შვილად მოსვლა, ვისაც მურთხევარ კი ის და თქვენ მოსვლა გაკუთხებთ ეს სხვა და გაზიარებთ და ასე შემდეგ. მე გიორგობა მოდის და ასე შემდეგ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.